ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის საკოორდინაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე სამუშაოები, იმსჯელეს პრევენციულ ღონისძიებებზეც. სხდომის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ერთდროულად რამდენიმე მდინარე ადიდდა, რის გამოც საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, სადაც ასევე ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყებები, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატუსის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, კაბლის თემში ადგილზე გავიცანით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის რეჟიმში ზიანის დაცვის კომისიის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ზიანის აღწერა. გათვლის შემდეგ მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ფორმით მოხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. გასული 2-3 დღის განმავლობაში სტიქიურმა მოვლენებმა გარკვეული ზიანი მიაყენა ადგილობრივ ტერიტორიებს. მაქსიმალურად ყურადღებით და დეტალურად ვეცნობით ყველა მიმდინარე სამუშაოს. 3 ეტაპი გვაქვს კონკრეტულად ახლა რაც გამოკვეთილია. კონკრეტულად ერთი არის სწრაფად მისაღები სამუშაოები, ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიც რაღაც ლოკალურად ჩააქრობს არსებულ პრობლემებს და რა თქმა უნდა პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ მსგავსი შემთხვევების უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარების მიმართულებით. საკმაოდ დიდი ზარალი მოგვაყენა როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე კერძო მოსახლეობასაც. დღეს შტაბის სხდომა იყო, შტაბის სხდომაზე ესწრებოდა პრაქტიკულად ყველა შტო ხელისუფლების. საკმაოდ დიდი მასშტაბია და აქედან გამომდინარე ერთ დღეში და ორ დღეში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ გამოსწორდება, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები, გზების აღდგენასთან დაკავშირებით, დაზიანებული ხიდებიც არის, ბუგირები არის, სანიაღვრე არხები არის და ეს ყველაფერი ტექნიკურად რა ვადებშიც შესაძლებელია, აუცილებლად აღდგება ყველა გზა და დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობაში.